Პროები მოგესალმებით, ეს არის მორიგი ეპიზოდი იმპოსტერიზე, დღეს ვთამაშობთ თამაშების კატეგორიას. წინა თუ ფილმები იყო, ახლა არის თამაშების დროს, ვიდეო თამაშები, პერსონაჟები და სამყაროები, PlayStation-ი, პერსონალური კომპიუტერი, ასე მოკლედ, ტელეფონის თამაშების შეიძლება იყოს კითხვა, მოკლედ არ ვიცი. არ კი გამოიწერეთ, დავიწყოთ ცოტა ნერდულში გადავედით, მაგრამ ძალიან კარგია ჩვენ ახლა გვიყვარს ეგეთი რაღაცეები, გარემოც ხალხს გვიწყობს და მოდი. Dota, FIFA და Counter Strike. Last of Us. კითხვა ვნახოთ რა იყო, რომელი თამაში იწვევს დამოკიდებულებას ყველაზე მეტად რა. ნუ კაი, მიშა არის იმპოსტერი, მაგრამ კი უეჭვე. რას მიდი ვაბა გითხარი. აი ხლა ავხსნი, ნახე, აქ არის ორი სხვადასხვა სამყარო რა თამაშების. ერთი რომელიც Counter-ი. მართლა ძალიან კარგი თამაშია და დამოკიდებულებას იმიტომ იწვევს, რომ სწავლობ რაღაცებს და გინდა რომ მეტი და მეტი დრო გაატარო ამ თამაშში რა, განვითარდე და ისე ამოვნო და ექშენი და აზარტი და ყველაფერი. IS2 აიგენი? EA? კი, EA დამოკიდებულს ხდის მარტო იმიტომ, აზარტულობის გამო. მარტო აზარტულობის გამო. რომ ყოველ კვირას რაღაც ახალს ამატებენ, წინას აფუჭებენ იმისთვის, რომ შენ შეხვიდე 9 საათზე. არ ჩამორჩე. ითამაშო. Futbinze შეამოწმო, ანუ აპლიკაცია გეწეროს ამისთვის კიდე ცალკე EA კომპანიონი. ცალკე EA კომპანიონი, რომ ხუთშაბათს 11 საათზე პრიზები გაგახსნევინონ. მაგარი გაწამებულები. ვიღაცა კლაუდია პინა, რომელიც კაცი შვილმა არ იწოდა 1 წლის წინ ვინ იყო ეხლა. ცნობადი პიროვნება. ცნობადია და აი, რა ვიცი, One Day-ს გაცდება და რაღაც ასწავლებს და ამაზე ზენობა არის, მოდი პირდაპირ თქვი და მაგით იწვევს დამოკიდებულებას. და შენ თქვი რომ წელს არ იყი. აჰა, წელს ორი კვირა უკაფრეորդარი დაიწყო და მე ვამაყობ შენი. всё. მე დღეს ძალიან ჩემი და FIFA-ს უქთერთობა დასრულდა საზღარი თამაშია. ძალიან ვამაყობ შენი. აი შენ რომ მითხარი, შენ გაზდილ ხარ. მაგრამ ამ ხელა მახსოვს. კაი, CS:GO არ გვინდა, ოკეი, ვიცით მაგაზე აქვს. ნუ ეს უბრალოდ კარგი თამაშია. მე Dota დავწერე ხა, FIFA უნდა დამეწერა მეც, მაგრამ მე ვიცოდი რომ შენ FIFA-ს დაწერდი და მე დავწერე Dota, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი თამაშობდი ბავშვობაში და ძალიან დამოკიდებული ვიყავ იმის მიხედვით, რომ ბოლოს 7-8 წელს ვითამაშე. მაგრამ მისორდებოდა რა. მიშა, შენი კითხვა რა იყო? პირდაპირ. ჩემი კითხვა იყო დამარტივი. რომელი თამაში გინდოდა რომ შეგყვარებოდა, მაგრამ არ გამოგივიდა. ხო, იმიტომ რომ შენ რამდენჯერაც დაიწყე? ხო, სამჯერ დავიწყე და აი 3 საათზე მეტი ვერ ვითამაშე, არ ვიცი რატომ. აი იმიტომ რომ შენ როგორც მითხარი, გაგიჭირდა რთული. პირველად კი, მაგრამ მეორეჯერ აი რაღაცა არ ვიცი. ხო, ცოტა რთული თამაში არის კი, მაგაში გეთახმები. მაგრამ საინტერესო სიუჟეტია კლასოსაც. ძალიან მაგარი. იმის და მიუხედავად რომ მე არ დამიხურია. ხო. ანუ ძალიან მაგარი თამაშია. ძალიან. სიუჟეტიც, გეიმპლეი. შენ даже სერიალიც არ გაქვს ნახე. არა, ხო. ქალების სექსუალიზაცია. ის რომ ბავშვები კარგად ვერ თამაშობენ. არაფერი მახსენდება. კაი, კითხვა. რა არის ყველაზე გავრცელებული კლიშე ვიდეო თამაშებშია? ნუ არაფერი არ მახსენდება, ძალიან დასგოული პასუხი არის. მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს? კითხვა იყო ვიდეო თამაშებში რა არის გავრცელებული კლიშეო და არა შენ ცოტა სხვა რაღაცას. ნუ მე community-ში გავრცელებულ კლიშეზე წავედი, ხო? არ გამახსენდა მართლა, ანუ კონკრეტულად მე ვიდეო თამაშებსაც ვთამაშობ, Counter-ს, God of War-ი რაღაც Assassin-ი რასაც ვთამაშობდი, ზოგადად არ ყოფილა მანდ ეგეთი კლიშე. Assassin-ში სექსუალიზაცია ქალების არ ყოფილა. გავიგი, მაგრამ ზოგადად ეს ვერაფერი ვერ გავიხსენ, მე ეს რასაც ვთამაშობ. მე პირველი მახსენდება ეგ, რომ ქალების სექსუალიზაცია ხდება ძალიან აქტიურად, აი მაგალითად მოიწონე, ბოლო თამაში რაც ეთამაშე, მაგას გულისხმობ? არა, ბოლო თამაში ეგრე გამოკვეთილად ისენა იყო თორე, ისე არ იყო ხა. კი, მაგრამ ძალიან გამოკვეთილად იყო. გავიგე რომ James Bond-ში ისენა იყო, რაღაც რეალური, მაგრამ არა, მე და ახლა ის რო გამოდის, რემასტერი თუ რაღაცა იმის, Tomb Raider-ი თუ რაღაცა. Tomb Raider-ი ისაც ეგეთ პერსონაჟი, არა, მე სხვა რამეს ვიძახი რა. მე ვიძახი იმას, რომ აი მაგალითად თამაში რო არის Overwatch. Overwatch-ი არის აი ეს თავიდან ბოლომდე რა. ცოტა ზედმეტობაში არის გადასული პერსონაჟები ისე შექმნილი რა. ხვდები რატომაც აკეთებენ, მაგრამ ნუ ეგ არის ფაქტი რა. ნუ მე ის რომ ბავშვები კარგად ვერ თამაშობენ, ეს ძირითადად კომპეტიტივ თამაშებს ეხება, ეკლიშე არის community-ში, რომ აი სკოლის მოსწავლე არა და პირიქით არის. სკოლის მოსწავლე სახეს გადაწყვეტს. ვიცი, მიხვდა ახლა მიყურებ შუთ ზოგი მიხვდება, მაგრამ ხო, სკოლის მოსწავლე გაგაძრობს სახეს. აი FIFA-ში. უეჭველი კი. იმინა აი მარტო აქვს. კი, Counter-ში ვერ გაგაძრობს. ახლა დიდი ალბათობით, თორე ახლა გამონაკლისებზე ლაპარაკი. ასე მეუნები ის ბავშვი ამდენ წლისაიც გრძელთმენი რო არის. დონკი? ხო. 17-ის. მე გამარჯობა. ბიჭი ხარ 16-17 წლის ბავშვი იწვება, მაგრამ არა, ჩვენ კიბერსპორტსმენებზე აქვს, უბრალოდ ჩვენ თამაშობ, საუბრობ საღამოს რო დაждები კომპთან,
შენც ითამაშებ და ისიც ითამაშებ. ანუ არა. გუნდში რო შეხვდება, გუნდში რო შეხვდება ვიღაცა 10, 12 10-12 ძალიან პატარა. მე მაგას გული, აბა 16 წლის უკვე ახლა გამიწერია პატარები და არა სკოლის მოსწავლეები. შე ხო გავრცელებული თემაა ეგ შე. ვინ შეს მიხვდით და პლეუსტით დაგვიწერეთ კომენტარებში. მაგრამ მე ეგ ბავშვები ვიგულისხმე რა, აი ხმაროგეს მის რო აი პატარაა. თან ვერც ეტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ეხა დებილი ხო არ ხარ ბავშვი ჭუბუან რაღაცა მსგავსი. და თანუ აი ვერ არა, არ გამოსდის. კაი. 3, 2, 1 კოსტა. მე კოსტა გაი. მე არ ყოფილვარ. მაშინ მიშა მოფსალეს. მიშა რა იყო შენ იქ ამჩით პასუხი უწერიათ ეგ საერთოდ. აი ვერ მოედავები. ვერ მოედავები просто რა უნდა უთხრა. მე არც მახსოვს ჩემი იყო რა იყო. მან რაღაც მსგავსი იყო. აი მაგა ჩემი პასუხი უნდა დაგეწერა. მიშას კითხვა. კლიშედი. მიშას კითხვა იყო რა არის გავრცელებული კლიშეო თამაშებშიო. რაც მოგწონს და სიამოვნებას იღება. просто მე შენი პასუხს არ ვთვლი რომ ეგრეა, არ ვიცი, არის ეგრე. ეგრეა აი ხარ. აი თუნდაც რა ჯეიმს ბონდში ვერ ხედავდი ანუ. ჯეიმს ბონდში კი ძალიან გამოკვეთილად იყო. დიდი მეტად იყო ანუ. ჩვენ აქ ხალხი ივაზე GTA-ში ხო? ბოს ჩაისვამდი და მანქანა და ეხა GTA-6 გამოდის. და ვაფშე რა იქნება. მან დაკრძალული არისო თუ რაღაცა უკვე. ბიჭო, იმიტომ რომ აქ შეიძლება. ან მაქსიმუმ ისევ ეგრე ქნან რა, რომ მანქანა-მიქანაოს გაგ. აუ, სადღაც რომელი არის? Cyberpunk-ში მე მგონი. ნაჩვენები რეალურად რა. ბართლა? ხო. ой, არ ვიცი. God of War, ოღონდ Ragnarok-ი კონკრეტულად. Wukong-ი. RDR2. კაი, კითხვა ნახოთ. მოდი გოსა. მოიცა მე შთარგმნიოდა ახლა. კოსტა პირველად ნახე. პირველად ნახე და სწორად იმას შვები გავთარგმნო. შენი აზრით რომ რომელი თამაშიაო ისეთი, რომელსაც გაიდების გარეშე უნდა გადიოდეო რა? ხო, ბრმადო. ხო, ბრმად გაიდების გარეშე. ძალიან სამსჯელო არის. კი ბატონო. მაგრამ შენ კონკრეტულად Ragnarok-ი დაწერე. კონკრეტულად Ragnarok-ი იმიტომ დავწერე, მე ჩვენ გვისაუბრია კიდევაც ამაზე, Ragnarok-ს რო თამაშობდი მე გახსოვს? რომ აი კატასტროფულად ბევრია და შენს და მეთანხმე, აი ესეთი მომენტები, სადაც რაღაცა უნდა გამოიცნო, სადღაც შეხვიდე ის უნდა ეძებო. მაგას ნიშნავს ეგ, რომ მაგის გარეშეც ურთულესია. ხო, მაგას ვამბობ, ხო და ან ძალიან ბევრია ეგ და მაგითო. დი არასეროზული ადამიანი. აბა ისეთი გამკიცხავი საკითხი ვიყურებს, როცა ვთხოვიო. მწხვენია. პულის აზრი არ არის. როგორ უნდა მოიტყუოს არის ეს. კაი, მე უკონ იმიტომ დავწერე რა ბარემ ვიტყვი რა. ისაც ეგ თამაშია. მეც მიკვირს რომ შენ ეგ დაწერა. მეპი არა. რატომ? მეპი არა აქვს თამაშს. ისაც ეგ თამაშობ. მეპი არა აქვს თამაშს. ხო. მეპი არა აქვს და დარბი ხარ და თან იმახსოვრებს სათხარ. ხო, ძალიან რთული თამაშია, საოცრად. და ფრიოლდი არის თან. ნუ არა, ფრიოლდი ქვია მაგას, ეხა შეგიძლია ნებისმიერ დროს ადგილ და უკან დაბრუნდე ნებისმიერ ადგილას რა. ანუ ურთულესია. მან ლოკაციები არის სადღაც აი ერთხელ შეგიძლია შეხვიდე და თუ ვერ შეხვედე всё. ანუ ურთულესია. კარგავ მაგას. და ჩათვალე ეგეთი თამაშია, რომელიც ჯერ ვერ დავხურე, რომელიც წლების წინ დავიწყე. იმიტომ რომ მე მივატოვე, მაგრამ არა საათობით მივაკოდი და. მაგრამ ბევრი გავი არის საკმაოდ. ხო, შენ საკმაოდ ბევრი გაიგე. თითქმის ბოლოში ვარ გასული და. შენ RDR2 იმიტომ რომ ამას არ ჭირდება და იმიტომ რომ შენ აქ პირიქით უნდა ყველაფერი უნდა სწავლო შენით რა. და ისიამოვნო. ხო, ისიამოვნო თამაშით. ეგეთი თამაში. ჩემი კითხვა იყო, რომელი თამაშით ვერ ისიამოვნებო ტუტორიალების და გაიდების გარეშეო რა და ზუსტად. აი Ragnarok-ში მართლა იმდენად ბევრი რაღაცა არის, აი ეს გამოსაცნობი და quest-ები, რომ ერთ მომენტში პროსტა იღლები და ტუტორიალებს უყურებ, რომ აი გავიდე რა, არ მაინტერესებს ეს აქ რაღაცა რომ უნდა ჩამოვა. YouTube-ზე ჩართა full gameplay God of War Ragnarok მე-7 საათზე და სტორის მიყვე, ხო? აი Uncharted-შიც არის ეგეთი რაღაც, მაგრამ Uncharted-ს კიდე უხდება თემატიკიდან გამომდინარე. Uncharted-ი არ არის ეგეთი. Ragnarok-ს არ არა, Uncharted-ში არის რა, ის უნდა დამთხვილო რაღაცეები და ანუ ცოტა საჩელჩი რაღაცეები მომდეცა მეოთხე ნაწილი. მაგრამ Ragnarok-ს არ ვხდება, Ragnarok-ში გჭირდება ექშენი და სახის გაძრობა და story რა. Ragnarok-ში ერთხელ მაგარა გავიჭედე, ტბაზე უნდა გადავსულიყავ. მან გავიჭედე მეც და მივატოვე თამაში. ფრიას რომ იყავ. ფრიას რომ იყავ ხარ, აი მე თავბედი ვიწყევლე მაგ მომენტ. მე ჩავთე YouTube-ზე თუ რაღაცა და მოვძებნე. მე მანამდე მაგ იმდენი ტუტორიალი ჩა დამღავა და მეთქი ცოტა მე გავაგრძელე. Run and jump. პროტოტიპი. 8 exit. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. რომელი არის ყველაზე კრეატიული თამაშის კონცეფტი, რაც გინახავს? მიშა, გითხარი ერთი რა არის?
როგორც ვიხდი, მიხარ და ხტებიან. Subway Surfers ის არის, ტებ უნდა გამოწევი. თამაშს დაახმებდიო, შენ ცხოვრება რაღაც ეგეთი არ ვიცი. უბრალოდ გიხარი მაინტერესებს, რა გიძები. თან მაინტერესებს თქვა რა ქონდა, მაგრამ თან მარტივი კითხვა მქონდა. პირიქით იყო რა. არა კრეატიული. და რომელიც გავარდაო. და ეგ გავარდა რა, ძალიან ბევრი თამაში იყო, ოღონდ კონცეპტი ხო, აი Subway თამაშები. Subway-ის რაღაც agent რაღაცა მახსოვს. მანამდე iPhone-ზე იყო, ხო, Temple. ხო, ანუ ძალიან ბევრი თამაში იყო. და შენ პროტოტიპი კონცეპტი ბიჭო, იმ დროისთვის ძალიან რევოლუციური კონცეპტი ქონდა პროტოტიპს რა, ანუ Prince of Persia რაც საკულტო თამაში იყო, Assassin's Creed და თანამედროვეობა გააერთიანეს პროტოტიპში, პლუს რაღაცა მოუფიქრეს ეგ მუტანტების რაღაცა თემები და აი ხალხს რაც გვევასებოდა რა Prince of Persia-ს ვაკლებოდით მაგ დროს და Assassin's. და პარკური და რაღაცები თან დახვეწეს და ძალიან კრეატიული და კაი იყო ჩემი აზრით. ჩემს რაც შეეხება 8 Exit-ი, რომელიც არის მე მგონი ჩინური თამაშია, თავს ვერ დავდივარ, კორეული რაღაცა. 2 გიგაბაიტიანი თამაშია, PlayStation-ზე შეგიძლიათ ჩართოთ ან PC-ზე და გჭირდებათ ყურადღება, მეტი არაფერი. დერეფანში მოძრაობთ და უბრალოდ დაკვირვებულები უნდა იყოთ რა. ძალიან საინტერესო კონცეფტი არის. მე და გასულ ვცდილობდით გასვლას, მე ვერ გავედით. და შედემდე გავედით. ხო, და მე გავედი როგორ გახსოვს, აი ვერ გითხრა შემთხვევით გავედი. და მეორე დრო გავივლი ეხლა გითხრა. აზრი არა. მე ხო იცვლება ყველა იმაზე, ხო, ბაზარი არა. თუ გინდათ ხო საღამო გაიფუჭოთ? საღამო ნერვები თუ გინდათ მოგიშალოთ. მაგრამ ისე ჩემი რჩევა იქნება, რასაც ამას გეტყვით. თუ გინდათ გოგოსთან ერთად ითამაშოთ, კონცეპტი, ანუ საინტერესო არ ხდები, ანუ ეს არა თამაში. ხო, მე ითამაშოთ ლაივში აქნათ ეგ. აი, ხო, ლაივში. თუ გამოვთ. და აბა გაიგე. აბა თუ გამოვხო. ხო, და აი რაღაც კარგი პაიმნის ის შეგიძლიათ, თუ მალე არ დახურავთ, კარგი პაიმანი იქნება, თან ჩელენჯები შეგიძლიათ გააკეთოთ. ეხლა შენ ეხლა მიქრე, რაღაც ეგ თემა. Minecraft-ი. Dying Light. Resident Evil-ი. მოდი კითხვა ნახოთ რა იყო. რომელია საუკეთესო survival თამაშია? მე ჟანრში არ ვიცი ხა, მაგრამ მე დავსერჩე და ეგ ყოფილა Minecraft-ი, ხო. მე არ მითამაშია Minecraft-ი. აი ეს დავწერდი კაცო. ხო. მე სამი თამაშია, ანუ ერთხელ მითამაში ვითომ. ანუ კაი, რითია საუკეთესო? ნახე, მე შევხედე რა არის, რომელია survival თამაში. მე შევხედე მაგას ხო. მარტო ერთი ვიცოდი. ხო, Minecraft-ი და Rust-ი ვიცოდი მეც, მაგრამ არც ერთი არ მაქვს თამაშები და არ დავწერე ამიტომ. ნუ ეს ჰორორიცაა, მაგრამ survival-იცაა. ჩემიც. survival horror-ი არის. ხო. და წოვინის ჭამა თამაშია, ამას მე ვერ ვხურავ. არ ვიცი ვაფშე. Resident Evil ბიჭო. როგორ არის? გეწერა ხო. ანუ ხო. Resident Evil. აი ის არ ვიცი საერთოდ. Dying Light ეს ხალინაწელი გამოვიდა თაში ამისი რა. ეს პარკურ არის, პარკურ ჰორორი არის. ჰორორი რამდენად არის? ნუ არის კი, მაგრამ ნუ ახლა გოღამდება არის. ხო, მაგრამ ჰორორი არ არის, ხო. მაგრამ ნუ survival-ი, იდეაში ყველა survival-ი გვიწერია. უბრალოდ არ ვიცი. Minecraft მე უფრო ანუ კი მეც არ ვთვლი მაგას იმაში გაქვია survival-ში, მაგრამ survival-ებში. მაგრამ მე მაინც უფრო competitive games-ში. აი ეს საბაქრო იყოს, გვეთქოდა რომ უეჭველი survival-ია, თქვენ გიები ხო არ ხართ და Minecraft-ზე ცუდი არ ვთქვათ, თორე საბა გაგვიჭედავს. ცუდად გვექნება საქმე. კაი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ დიდად შეობას აზრი არ აქვს, მე მგონი, იმიტომ რომ ერთ კაი პასუხები გვაქვს რეალურად ასე ხო, შეხედა. კი, ბაზარიერა. 3 2 1 მიშა. გიორგი. მიშა. მე ვიყო. გიო იყო Resident Evil-ი, რა ქონდა კითხვა? ჩემი კითხვა იყო, რომელი survival თამაში გიშლის ნერვებს და გიჭირს თამაშიო რა. აი ძალიან ახლო კითხვებია, EA-ის აი რა უქნა, აი რაღაცა ბორტების სავანი არის, რომელიც ძალიან მიყვარს ეგ ბავშვობაში თამაშობდი Sony-ზე აქტიურად რა და Sony-ზე უკვე თამაშობდი. და უფრო გავდიოდი ხურავდი. დიდობაში რაღაცა ვერ თამაშობ რა. თან რაღაც ჰორორი რო არის. PUBG. FIFA. Assassin's Creed და PUBG. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო? მიშა იმპოსტერი. იმენა მიშა იმპოსტერი. აი, კოსტა კითხვა წაიგე. რომელ თამაშს აქვს საუკეთესო loot სისტემაო რა და დალუთვა ხო? ხო, დალუთვა. მიშა, შენი კითხვა რა იყო? FIFA-ში მაგარი loot-ია, სერიოზული. დაახლოებით ლუთის თემაში მქონდა, მაგრამ აი მე უბრალოდ სხვანაირად ვუპასუხებ, იმიტომ რომ აზზე არ ვარ რომელია ეგეთი თამაში. ჩემი კითხვა იყო, რომელ თამაშში არისო უაზრო ლუთის სისტემაო. ლუთის სისტემა FIFA-ში საერთოდ არა. მე ლუთის სისტემაზე ეგეთი ლუთის სისტემა ვაფშე აზზე არ ვარ სად არის, მაგრამ ეგ აემაში ჩავწერ უბრალოდ რომ ის არის რა, ლუდომანიას იწვევს წავით. იმიტომ რომ შენი იმიდან გამოვედი. კაი, შემდეგი კითხვა. RDR და GTA. Cyberpunk-ი.
GTA 6 იმედია. რომელ თამაშია ყველაზე კარგი მსოფლიო? ხო, იმედია GTA 6-ში იქნება. ისე ალბათ ერთ-ერთი ჩემთვის. ჩემთვის Cyberpunk-ს აქვს ძალიან კარგი, მაგრამ wasted არის. ანუ third person-ი რო იყოს, ძალიან მაგარი არის. მაგრამ ანუ ულამაზესია, მაგრამ gameplay არ მომწონს და third person-ი რო არის, არ მომწონს. მაგრამ თემატიკა არის top. თემატიკა ტოპარი, მაგრამ world building-ი Cyberpunk-ს რა საბო, გითამაშია? კი. მერე? ანუ შენ იმებზე არ წახვედი ფიზიკა როგორია და არა, gameplay არა. იმენა buildings ვიძახი. იმენა world build. არა, gameplay მე არ მევასე. მაგრამ ამბობენ რომ update-ის მე ძალიან კარგი არის. ანუ ფიზიკა და რაღაცაები, ანუ როგორ იმტრევა რაღაცაები და შემდეგ gameplay-ში გაატარეთ, ხო? ეგ იმენა world building-ი იყო კითხვა და ერთ-ერთი ანუ ვიზუალური მხარე. ვიზუალი და აი, უყურე RDR-ი. არის ტყე არის. ანუ არ არის world. არა, უყურე თუ არ არის world-ი, პაულიცა გავიგე, სხვა რამეს ვიძახი. ანუ მრავალფეროვნება არ არის, მაგას ვიძახი. არის. ჭოი, GTA-ში უფრო მრავალფეროვნება. ხო, ნუ GTA-ში უფრო ხო, ანუ ცქერი დარბი ხარ, ანუ გავიგე რომ ახლა შენ საყვარელი თამაშია, მაგრამ სხვა რამეს ვიძახი. აქ ბევრად ისეთია, ბევრი რაღაცა ხდება რა და უფრო ეგ დავწერე რაღაც. ვაი, რთულია. მიშას ცხრა პასუხი უწერია ძალიან. რთულია. მიშას GTA 6 იმედიაო, ხო ეგ. აი მიშა. სამივეს კარგი უწერია ჩემი აზრით, მაგრამ ანუ თქვენ რატოაც მაინდამაინც აყვედით იმაზე რა, free-world-ზე. არა, მე შევაფასე ზოგადად world building-ი თავის ფიზიკიან ყველაფრიან. World არ ფიზიკა და შოშ. World building. მე ალბათ მეორე დავწერდი God of War-ს. მესამეს დავწერდი Last of Us. ანუ შენ ვიზუალურ მხარეს აფასებდი მაგრამ რა. სამყარო. აი ნახე, ეგრე სამყარო და world building-ი Horizon-საც ძალიან მაგარი აქვს. Horizon-საც, მაგრამ Horizon-ს არგი აქვს, მაგრამ იგივე სვიტყვი RDR-ზე, რასაც Horizon-ს. მრავალფეროვნება არის ძალიან ცუდი. მრავალფეროვნება უფრო ერთ-ერთია მგონი. ბევრად არის. მე პროსტა შენზე ერთადერთი ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის გვწერია აწყოს თამაშები და მე ისე დავწერე, იმიტომ რომ ხო ვიცი რომ RDR-ს დავწერდი და მაგიტომ RDR-ი სულ RDR-ით, მაგიტომ მეორე იმის დავწერე. GTA 5-ზე ვიფიქრე მეორე ადგილი, მაგრამ მაინც მე-6-ე მგონია რომ საუკეთესო იქნება და მე-6-ე ყველაზე მაგარი. ყველა საჯობებს უეჭველი. და თან ყველაფერი ამ ხელა რუკა იქნება? ვიცი ხო, ყველა საჯობებს. იმედია, ხო. აი ყველაზე დიდი რუკამაც რომ ის ნახეთ გერმანიაში იყო, მე მგონი თუ ამერიკაში რა. დასვენების გამოცხადდა. არა, ტიპმა ცოლთან გააფორმა ხელშეკრულება, რომ GTA-ს გამოსვლიდან ერთ თვის განმავლობაში საერთოდ არაფერზე შეაწუხებს. კონტრაქტის გახაზლიობა შეიძლება. დახურვამდეა თუ ერთ თვეში. ანუ ერთი თვე საერთოდ არაფერზე შეაწუხებს, აი ვაფშე. და თან ხელი აქვს მოწაკილი იქავს და თუ რამეა გაშორდებიან და რაღაც ხელშეკრულების დარღვევისთვის და ასე შემდეგ. 3 2 1 კაი, დავადოთ ხელი, მიდი. 3 2 1. არა, დავითვალოთ. რა? რაღაც. ესა გადის ეს. რაღაცას ვითვლიდე წინაზე. ეგ მე ვითვლიდი ხოლმე. როგორ ითვლიდე? ესა გადის ეს ამაშენ იმსაცხლესო შიქშევა. ნალაბადელი. ვინ იყო გასტაიგო? არ ვიცი, ეგ პროსტა გავაგებია. დავითვალეთ კომე. აი, რა ვიცი, შენ იყავი, რა ვიცი. კაი, მაშინ. მე ვიყავი იმპოსტერი. ხო, მართლა იყავი? მართლა ვიყავი. კაი, შენ გიხარ რა იყო? ჩემი კითხვა იყო wasted რომელი იყო. განიავებული რომელი. თან თქვა ნახე. ხო, ანუ მარა მე არ ვიცი ვის დავადებდი. ბიჭო, იცი რა არის? მართლა wasted არის და მართლა კარგი სამყარო. ხო, ანუ მე საბოლოოში ვითანხმები რა სულ აბარაკე მაგას. კი. ანუ ის არ არის რომ არ ვითანხმები რა. Easy peasy. უკვე მგონი დავადებ ხელი რა. 3 2 1 კოსტა. მაგდეს რო ფიქრობ გამორიცხულია. ერთი წამი. მოდი ვაჩვენოთ რა. კაი. გაჩე CS ორი დაწერა. აჰა, კაი. Counter Strike ზოგადად ან CS ორი პროცესი. კაი, მიდი კოსტა დაიწყე. CS:GO. Counter Strike. Counter Strike. მოდი ვნახოთ კითხვა რა იყო. რომელია საუკეთესო first person shooter-იო რა? საუკეთესო shooter-ი რომელი არისო FPS shooter-იო იგულისხმება რა და ჩვენ ხა ჯელობას არ დავიწყებთ, იმიტომ რომ არ ვიცი ეს მონტაჟი ჩაჯდება თუ არა, მაგრამ ჩაჯდება. ხო, ჩაჯდება. კითხვა როცა ნახეთ, მე და მიშა უთრა დავწერეთ და კოსტა ფიქრობდა. და კოსტა ამ კითხვაზე არ იფიქრებდა, ეგაა თემა. კოსტა შენი კითხვა რა იყო? შენი კითხვა რა იყო? ბიჭო, მე ის რატო დავწერე Counter Strike, იმიტომ რომ თქვენ შეიცხადეთ ეს რატო ფიქრობს, და მივხვდი რომ იმპოსტერი ვიყავი და მე Counter Strike უნდა დავწეროთ.
ჩემი კითხვა იყო, რომელი არისო ყველაზე ზედმეტად დაჰაიფებული, ანუ overrated FPS შუთერიო და მეთქი რავი, რომელია თქო დაუფიქრდი და ამათ ისეთი რეაქცია ჰქონდა თქო მეთქი იმპოსტერი ვარ და გამოვასწორო ეხა ჩემი. UFC უცნაურ პოზაში დავრჩი. Kick of glitch-ი. აუ. overpass-ზე ბუსტი Counter-Strike-ში. კითხვა რა იყო? კითხვა გავაჟღერი კოსტა. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შეცდომა, ანუ ბაგი გლიჩი თამაშებში? რა თქვია ბაიძე? ანუ UFC-ს ვთამაშობდი, აღარც ვაჭერდი როგორც ყოველთვის, არ ვიცი რას ვაჭერ, მაგრამ ძალიან უცნაურ პოზაში აღმოჩნდი, ასე ვთქვათ, მეტოქესთან ერთად. შეიძლება გვაჩვენო პოზა? არა. ეს არაკორექტული პოზა იყო. დაიბლარე რა, მაგრამ ძალიან უცნაურ პოზაში დავჭი რა. კაი, ნუ გლიჩი არ არის ეს. გლიჩია, აბა რა. ვინც იცის? Kick of glitch-ი ვინც იცით? იცით. 7 წელი ვერ გამოასწორა FIFA-მ, ვერ. წელს? ვერ. წელს აღარა. აღარ არის? წელს პირველ წელი არ გვაქვს. აი ვაფშე არისო? ვაფშე. ო, და უკარგავთ თავი. ეს overpass boost-ი ნუ Counter-Strike-ს ვინც თამაშობს იცის და ვინც არა, მარტივად გვაქვს და ერთმანეთზე დახტომით 4 კაც შეგეძლოთ, რომ მე-4 ადამიანი შენს მოწინააღმდეგეს ბაზაზე ვეხედავდა და იქიდან ვეკლავდა. ვიცი მე რაც არის, კი. ასე პროებმა გამოიყენეს ეგ და მე რეაგზალეს. მართლა თქო. მე და კაი, ჩემზეც ვთქვა თქო რა არის, ანუ FIFA-ში თან ბურთს ვათამაშე, პირდაპირ შეგიძლია გოლის გატანა მარტივად. უკან პასი. პირველი 4-5 წამის განმავლობაში ხო? კომბინაციას ავით არის და მე გზელი პასი მიდიოდა და უეჭველი გადიოდა. ხო, პირისპირ გადიოდი და გოლი იყო ყოველ შემთხვევაში და რამდენი თამაში გადაგვირჩენი. აბა. და მე როგწერდნენ rate. ანუ ეხლა გასიზა. გასიზა. თუ FIFA-ს თამაშობ? ხო, სხვა გზა არ გაქვს. კი ბატონო, იმ ბინძური მეთოდებისაც უნდა მიმართო. კი, კაი. 3, 2, 1, მიშა. არ ვიყო მე. აი იყო იმიშა, მაშინ გიო იყო. მაშინ გიო იყო. კითხვა რა იყო შენ? რომელი ბაგი იყო თამაში, ყველაზე მეტად რომელიც ქსიამოვნებდაო რა. და ჩემში რატომ შეგეპარა კოსტა ეჭვი? მე არა გლიჩი და მაგითო გლიჩი სხვა რა. ხო, ანუ ეგ გლიჩი არა, ეგ პროსტა ეგრე დაგჭა რაღაცა ხო. გლიჩი იცი. ანუ იგივე რო გავაკეთო ეხა მე მაგ UFC-ში რო შევიდე. ხო. ხო, იგივე პოზაში არ დავრჩები, ანუ პროსტა ვიჩხუბო და რაღაცა. დიდი ალბათობით არა. ხო. და ეს იყო რომ აკეთებდი სულ პროებმაც გააკეთე. გლიჩი რა არის? თამაში ხარ ვიზი, რასაც ჩვენ უპირატესობაში გადაიყენე. და სულ ეგრეა მე, ხო? და სულ ეგრეა. ნუ სანამ არ გამოასწორებდი, კაი ხანი ეგრე, რაღაც პერიოდი ეგრე. ეგეთი არც მოხდა. God of War. Sleeping Dogs. God of War. მოდი კითხო ნახოთ, კოსტომიდი. რომელ თამაშს აქვს ყველაზე საინტერესო ისტორია? რა იდეა? Sleeping Dogs. რომელი თამაშია? ასე ბავშვობაში ეგ თამაშია? არა, ნუ ბავშვობაში რა 1-15 ჰაკერი რო იყავი რა? ან ახოდო ჰაკერი იყავი, ახოდო განგსტერივით იყავი. ნუ განგსტერივით კი არ იყავი, იაკუძას ეტენებოდი. ბაც ჰაკერი Watch Dogs-ი არ იყო ბიჭო? არა, Sleeping Dogs-ი იყო. იქაც არის. Watch Dogs-ში შეიძლება არის, მაგრამ ანუ მე იქ იმენა ჰაკერი. იქ იმენა ჰაკერი ხარ. Sleeping Dogs მაგრამ ემოსებოდა, აი იცი ეგეთი გაგახსენდება? კარებების გაღება იყო. არა, მე ვიცი Sleeping Dogs-ი რომ. ხო. იცი რა, ეგ კითხვა საინტერესო ისტორია. ცოტა სხვა რაღაც იგულისხმებოდა რა მაგ კითხვაში, აი ცოტა. ან God of War თქვენი პონჩი დაწერეთ, რომ კრატოსი ღმერთებს ამარცხებდა და რაღაცელი ამბები. მიშა შეადაწერე. რა ვიცი, კიდე იცი რა გამახსენდა ახლა? ვისი ისტორია არის საინტერესო და მომეწონა? ბოლო თამაში რაც ვითამაშე. James Bond. ხო. ჯერ ერთი პირველად იყო ნაჩვენები რომ ახალგაზრდა. ახალგაზრდა James Bond-ის არის საერთოდ არ გვინახავს და. აქ პერსონაჟის ისტორია გულისხმობ, ხო კონკრეტულად. პერსონაჟი თვალიანი ალბათ უფრო თამაშია ალბათ. მე თამაშს წავედი, ხო, პერსონაჟი. ორივე გაერთიანებულია ალბათ აქ. ხო? კაი, მოდი ხმის სენს გადავდეთ. 3, 2, 1, კოსტომ დავწერო. გიორგი. მე არ ვიყავ იმასთან. ვიყავ. ხო, რა თქმა უნდა კოსტა იყო. რომელს ჰქონდაო ყველაზე, ჩემი კითხვა იყო, რომელ თამაშს ჰქონდა ყველაზე ისეთი ისტორია, რომელიც მასზეც უდად მოქმედებდაო რა და Sleeping Dogs-ი იყო ძალიან კარგი თამაში, მაგრამ იმდენად სულ ისტორია ჰქონდა, რომ გაგიტყდებოდა რა, რომ ეგეთ კარგი თამაშს ეგეთ სულ ისტორია. სულაც იყო თამაშების ეპიზოდი, იმედია მოგეწონათ და გითხარით უკვე შემდეგი კატეგორია რა იყოს, რაზე ვითამაშოთ. და თან გამოგვიწერეთ და ვიდეოც მოიწონეთ თუ მოგეწონათ.